ეს ბათუმია, როგორც იტყვიან, თეთრი ქალაქი. ჩემი ქალაქია. აქ ცხოვრობ, აქ ვარ, აქ დავამთავრე უნივერსიტეტი. ჩემი ახალგაზრდობის ქალაქი აღარ არის ისეთი მეგობრული, ისეთი რომ თითქმის ყველას ვიცნობდით. რაღაცნაირი ისეთი გაუცხოება იგრძნობა უკვე ქალაქში. ამ ქალაქში ვინც თქვათ 20 წლის უკან ცხოვრობდა და შემდეგ წავიდა, ახლა რო ჩამოვიდეს, ქალაქს ვერ იცნობს. ალბათ დაიკარგება. ვინც ბათუმში დაბადებულ გაზრდილია, იმან იცის, რომ ყველა ქუჩას ზღვისკენ მივყავართ. მე იაკობ იასემიძე გახლავართ. ბათუმის მკვიდრი 1978 წლიდან ამ ქვეყნის ყველა პროტესტის მონაწილე. ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი 1963-დან 1977-ის ჩათვლით. მათემატიკის სპეციალობა დავამთავრე. ამ შენობის პროფესორ მასწავლებლები აი ამ პროტესტებში დიდ მონაწილეობას იღებდნენ მაშინაც და ახლაც რაც ხდება აქ ბათუმში. მაგრამ მე რო გითხრა ახლა რომ აი ახლა თქვა ბათუმში ძალიან რაღაც დიდი მუხტი არის, არ არის. ბათუმს მე ახლა მძინარე ქალაქს ვეძახი რა. არ გაიღვიძა ამ ხალხმა. ასეთი გაუცხოება თავისი მომავლის მიმართ. ასეთი შიში აქ უნივერსიტეტშიც, სხვა სასწავლებლებშიც შიში, რომ ის რაც აქვს, ის უცებ არ დაკარგოს. ხალხი არის სტრესირებული 90-იანი წლების სიბნელიდან. იქ დაბრუნების ეშინია. კი, უკეთესი მომავალი უნდა, მაგრამ ესეც რო არ დაკარგოს, რაც აქვს, აი იქ დაბრუნების ეშინია, რომ მე ზოგ ცოტა პატარა ბიზნესი აქვს, რაღაც მაღაზიაც რომ აქვს, თავის სარჩო-საბადებელი რო აქვს, იმის დაკარგვის ეშინია. იქ არ დაადგენ თავზე. განა ვერ ხვდები, კი ხვდები, მაგრამ უნდა გადააბიჯო საკუთარ თავს და შენი მომავლისთვის თუ არა, შენი შვილების მომავლისთვის უნდა გააგრძელო ეს საქმე. 78 წელს, როცა ენის ამბებზე დაიწყო ჯერ თბილისში და შემდეგ ბათუმში გაგრძელდა, მაშინ მე უკვე სკოლაში ვმუშაობდი. 14 აპრილი თბილისში იყო, მაგრამ აქ 26 მაისს გამოვიდა ხალხი. უნივერსიტეტიდან დაიწყო ეს ყველაფერი მაშინ სტუდენტობიდან. 78 წელში მაშინ ძალიან ბევრი ხალხი რო გამოვიდა, ამოდენა ისტორიის მქონე ხალხი, რომელიც ენას აფასებს როგორც ღმერთს, ენას როგორც უფალს უწოდებს, ვერ დაკარგავდა ამას. 47 წელი გავიდა მაშინ. სულ რო იტყვიან, ყური მქონდა ამერიკის ხმაზე რა, გვიშლიდან ყოველთვის იტყვიან ახშობდნენ ყველაფერი, მაგრამ გესმოდა მარიც და იცოდი რომ იქ სხვანაირი ცხოვრებაა, თავისუფლებაა. თითქმის მე ყველა პროტესტის მონაწილე ვარ 9 აპრილიდან დაწყებული. თბილისში ვიყავი, თამაზი ჩემი ძმა იქ სწავლობდა უნივერსიტეტში, აგრძელებდა ასპირანტურაში, მოწამლული ვიყავი. საერთოდ ამ ქალაქში პროტესტი მაშინ უფრო ძლიერია, როცა მოსახლეობა წმუნდება, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. როცა ამ სიტუაციას იგრძნობს მოსახლეობა, ქალაქი ქუჩები გაივსება პროტესტანტებით. და ასე იყო ასლან აბასიძის აქედან გაცილების დროს. ბოლო 6 დღეში გადაწყდა ყველაფერი. მანამდე ძალიან ცოტა რაოდენობის ხალხი ვიკრიბებოდით ხოლმე და ესე იყო. ეს 2004 წელი იყო. მაშინაც ასლანს ეგონა, რომ სულ უნდა ყოფილიყო აქ. სულ ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყო და სულ მოსახლეობა ჩაგვრაში უნდა ყოლოდა, მაგრამ 3 დღეზე ყველაფერი დასრულდა მისი და დღესაც კი
ვერ ჩამოდის მის მშობლიურ ქალაქში. იმიტომ რომ იმდენი დანაშაულებები აქვს ჩადენილი. ნოემბერს დაიწყო ეს პროტესტი. აპროტესტებდნენ იმას, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს და ევროპული მომავლის ხაზგასმაა და ამის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო აქ. და როცა გავიგე რომ აქ სტუდენტები იწყებდნენ გამოსვლას, მოვედი და ჩემდა გასაკვირად ჩემი შვილიშვილიც დამხვდა იქ. ამ ქვეყნის სიყვარულით და ამ ქვეყნის სიმართლისადმი სიყვარულით იზრდებოდა ის ყოველთვის რა. სტუდენტების პროტესტი ამ ქალაქიდან დაიწყო. მაგრამ პროტესტი თბილისში მანამდეც იყო. არჩევნების გაყალბებიდან ხო ადამიანები ყოველ შაბათს გამოდიოდნენ, რაოდენობა ცოტა იყო, მაგრამ აი იმ სტუდენტების პროტესტი დაიწყო ბათუმიდან და შემდეგ აყვა თბილისის სტუდენტობა, თითქმის ყველა უნივერსიტეტში თბილისშიც ასეთივე იგი პროცესები დაიწყო იქა. მაშინ ხალხის რაოდენობა მატულობდა პირველ დღეებში, პირველი ერთი თვე 2000-3000 ადამიანის გამოდიოდა, 5000-ის გამოდიოდა. შემდეგ მზიამაღლობელის პროცესებმა ეს უფრო ხალხის რაოდენობა გაზარდა, მაგრამ შემდეგ ეს რაოდენობა შემცირებისკენ წავიდა, იმიტომ რომ ხალხი იმას ფიქრობს, უყურებს, რომ ამათ შეუძლიათ თუ არა ცვლილებები განახორციელონ. ისეთნაირად მოქმედებს ხელისუფლება, ისეთი მზაკრული, ისეთი მეთოდებით მოქმედებს, ისეთი დაშინები. დღეს როგორ არის იცი, უფრო მეტი იცის ახალგაზრდობამ თავისი ქვეყნისა და თავისი ისტორიის. ბევრი იცის, მაგრამ რატომღაც არ იწუხებს თავს, რომ თავისი უფლებები დაიცვას, თავისი მომავალი დაიცვას. გასულ წელს როცა უნივერსიტეტის ამბები დაიწყო აქა, ერთ წლის უკან 15 ნოემბერს დაიწყო უნივერსიტეტში გამოსვლა სტუდენტებისა. თითქმის თვენახევარი, 2 თვე უნივერსიტეტი არ მუშაობდა. ლექციები შეწყვეტილი იყო სტუდენტების მიერ, მაგრამ აი იქ, სადაც ჩვენ ვიკრიბებოდით საკონსტიტუციო სასამართლოსთან ყოველდღიურად, დიდი რაოდენობა სტუდენტებისა არ მოდიოდა იქ. მაინც წავიდნენ სახლში. წავიდნენ სახლში. ცვლილებებია საჭირო, მაგრამ არ ჩანს ის ბირთვი, რომელიც ამას შეძლებს. დისკრედიტებულია მთელი სისტემა. ხელისუფლება, ოპოზიცია, აბსოლუტურად ყველა დისკრედიტებულია. 91 წლიდან 2005 წლამდე მე თბილისში არ ჩავსულ ვარ. აღთქმა მქონდა მიცემული, რომ სანამ ეს კაცი აქ იქნება, მე თბილისში არ ჩავალდებ. 2005 წელს ჩავედი თბილისში, როცა ასლანი წავიდა აქედან. მე თქვი, რომ მე ამის შემდეგ არც ერთ პროტესტში მონაწილეობას აღარ მივიღებ. ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა სადახარ რა. სადახარ. ერთი წლის განმავლობაში შეიძლება სადღაც 40-45 დღე არ ყოფილვარ. ან ავად ვიყავი, ან რაღაცა, მაგრამ ან ქალაქში აქ არ ვიყავი. სხვას ვერ ვხედავ იმას, რომ ეს არ უნდა მოგვდეს, ეს იქ უნდა იყოს, ეს ბირთვი ხალხის უნდა იყოს იქა, რომ ის დრო როცა დადგება, რომ ქუჩები ხალხის პროტესტით გაივსება, ის ხალხი იქ უნდა იყვნენ. სად მივიდეს ხალხმა, სად უნდა მივიდნენ, ეს უნდა იცოდნენ. ქვეყნის სირცხვილია, რომ ზვია ცეცხლაძისთან, ანდრო ჭიჭინაძისთან, ცხადაძის და ასე შემდეგ. ზია ამაღლობელის ასეთი ნათელი გონების ახალგაზრდები რომ ხეიზია. რა უნდა თქვა ადამიანმა, მე არ ვიცი. ასლან აბაშიძის დროსაც ასე იყო, რა იჭერდა შავპიარს უგორებდა ხალხს. სხვა საოცრება. ძალიან გამშვიდებს სხვა ძალიან გამშვიდებს. მე ახლა როცა დიდი შტორმია, მაშინაც კარგია ზღვის ყურება. გაბრაზებული ზღვა როგორ იქცევა. რა ვიცი, მინდა რომ სანამ წავალ იმ ქვეყნად, ეს ქვეყანა სამშვიდობოს გასული უნახო. სამშვიდობო ევროპაში.